ეს არის პირდაპირი მითითება ალბათ ბატონი თავდაცვის მინისტრისთვის. მე მინდა მივმართო პირადად მას და უთხრა რომ ნუ ებღაუჭება სკამს, ჯობია ადგეს და დღესვე გადადგეს, იმიტომ რომ ესეთი განცხადებები არ კეთდება შემთხვევით. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ამ შემთხვევაში და ასევე მინდა მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს, იმიტომ რომ ეს თავდაცვის მინისტრი არის მისი მითითებით დანიშნული. მამუკა, თქვენ ამბობთ, რომ ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება. თქვენ გულისხმობთ, რომ თავდაცვის მინისტრის სამინისტროს განცხადების უკან არა მხოლოდ მინისტრი, არამედ უფრო დიდი ძალა დგას. მაშინ თუ თქვენ ამას გულისხმობთ, მაშინ რას შეცვლის მისი გადადგომა? კი ბატონო, ეს არის ჩემი აზრი, რომ თავდაცვის მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს. რას შეცვლის ეს რეალურად? არის შემთხვევითი განცხადება. რეალურად რამე შეცვლება ამითი? მე არ მინდა რომ ქართულ ხალხს და ქართულ მეომრებს აჩვევდნენ იმ აზრს, რომ ჩვენ აქ ვართ ტყუილა და სისხლი იღერება არაფრის გამო. ჩვენ ამ შემთხვევაში ვემსახურებით სახელმწიფო ინტერესებს და ნუ რავინ ნუ ეცდება რომ ეს გააბათილოს და სხვა კუთხით ანახოს ხალხს.